ცოტა ჩავუწევ. მოკლედ, რა ვთქვათ, შემიძლიათ ამამად ვთქვა, რომ დღეს მაქვს ცუდი დღე. თუ იცით, სიმღერა როა, bad day. მოკლედ, ესეთი დღე მაქვს დღეს. ჯერ მე საერთოდ თუ დაკვირვებული ხართ ჩემ ემოციებზე და ჩემ შინაგან საპაროზე ნაკლებად ვაპარაკობ ხოლმე და ნაკლებად ვსაუბრობ. დღეს მინდა ცოტათი ჩავახედოთ ჩემ გულში. ბევრი ფიქრობს, რომ ვარ უცხოპირო. ნუ ალბათ ფიქრობენ, ესეთებიც არიან ზოგადად, ხო. ზოგი თვლის, რომ ცუდი აურა მაქვს. ერთს ვიტყვი, რომ მე მაქვს ძალიან ემოციური და მძიმე ცხოვრება გამოვლილი და ჩემ გულში რაც ხდება და რაც ხდებოდა მხოლოდ ჩემია. მოკლედ ეს გავიღვიძე დილას, წუხელ სიზმარი მესისბრა ჩემი ახალგაზრდობის მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ სიყვარული გამესისბრა, რომელიც გარდაცვლილია, რომელიც გარდაიცვალა ახალგაზრდა. ძალიან ნათელი სიზმარი იყო, ძალიან ისეთი ნათელი და ბედნიერი სახე ჰქონდა. ნუ კარგი ვიფიქრე, სიზმარია და მესისბრა სიზმარი. მაგრამ დღეს მთელი დღე ხო ხედავთ როგორ არის მოწყობილი ყველაფერი. აეწყო დღევანდელი დღე. ნუ შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან სევდიანი დღე. მოკლედ სახში რომ მოვედი, ვიტირე, მერე ვიცეკვე, მერე გავიგინე, მერე ისე ვიცეკვე. ცოტა დავლიე, მოდი. alles van ik echt heb. Dan. En dan nog daar meer in. Dan gaan we gaan. Nou, hij is ganz op mijn kamp aan het er is dan nog bij Shira. Het is maar in. How is dat? Ja. ჯერ შესვენებაზე რო გავედი, გავედი რა იქვე გამოვდივარ ხოლმე და სიგარეტს ვეწერე ხოლმე, ჩამოვშტები ხოლმე, ცოტა ვისვენ. იქ არის შუქნიშანი და მოკლედ მანქანები ჩერდებიან ხოლმე. გაჩერდა მანქანა. მანქანა ჩაქვია მაგას. რუსულად რო ეძახია კატაფალკა. ანუ გადაცვლილი რომ იყავს. და უნებლიეთ შევხედე, ხო? ფოტო იყო წინ.
აი პირდაპირ წვირწი, აი ზივარ, სიგარეტს ვიძევი და წვირწი მჩერდება. სულ შევხედე რაღაცა თითქოს ნაცნობის სახე იყო. ნახეთ, აი განგება. სიზმარი, მე ესეთი რაღაცა. ისეთი ნათელი სახე. აი ამათ რა უნდა. აი სამსახურიდან მომავწონე ამას უბრალოდ მე შემჭამენ ესენი ღამე და ახალგაზრდა ბიჭის სურათი აღმოჩნდა რომ ну, ხო იცით, ვინც დიდი ხანი მიყურებთ, იცით, რომ ჩემ უბანი კი არა, მეზობლებს არ ვიცნობ ბოლომდე კარგად და სოსო, გრძელი კოზი სად არის? ხო, ვიპო. ხო და რაღაცა ეხლა ხო ხდებით ეხლა შეიძლება ქუჩაში გამივლია, გამინახია რაღაცა რაც ნაცნობის სახე. ხო, მე ვიკითხე და აღმოჩნდა რომ ჩვენ ქუჩაზე უცხოვრია. საწყალოს 38 წლის იყო და სარდაფში უპოვიათ გარდაცვლილი. არ ვიცი რა იყო, მოკლედ. ხო და რა თქმა უნდა ეხლა უცხო ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს რომ გებულობ ესეთ ამბავს იწყებ ეგრევე ფიქრს იმაზე და რამდენი ხდება მეგობრებო ესეთი რაღაცები ოჯახის წევრებზე იწყებ ფიქრს ყველაფერი რა მოკლედ ხო და დავბრუნდი ახლა სამსახურში შევედი. რა თქმა უნდა გული დამძიმებული მქონდა. თვითონ დილიდან არ მქონდა. ეს მე რაღაცნაირი დღე იყო ესეთი პასიური ხალხიც არ იყო საქმეს ვაკეთებდი ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში რაც ანუ საქმეს რა გამოლევს ხო სულ რომ არავინ არ შედიოდეს ხო ვთქვათ ესეთ მაშინ დაწესებულებაში საბრძოლოში ყოველთვის არის საქმე ვალაგებდი, ვასუფთავებდი, რაღაცებს ვაკეთებდი, რეცხავდი. ხო, მე ეს ტყემლის მომზადებაში ვეხმარებოდი. ანუ ტყემალი მოხარშეთ, მე რა მოხარშე, ნუ მოიხარშე და მე ეს დროშაც რა გავცხრილეთ და მე ჩემ უბრალოდ ბიჭზე ანუ ნაწენდაჩი ცოტა ხა ვიღაცას ალბათ გაუკვირდება მაგრამ სიმართლეს გეტყვით ჩემ შვილთან მე აი ნორმალური დედაშვილური ურთიერთობა არ მაქვს 5 წელზე მეტია და რას ნიშნავს ახლა აგიხსნით ეს არის ანუ აი გამარჯობა, როგორ ახარ და აი ძალიან მარტივი ასე ვთქვათ ეგეთი შემოფარგლული. ვინც მე რაღაცა ისეთში დამადანაშაულებს რომ მე ჩემ შვილის ცხოვრებაში ვერევი რამენაირად. აი იცით რამხელა ცოდვას იდეას, ძალიან დიდ ცოდვას და ამაზე დიდი ცილის წამება არ არსებობს და ეს აუცილებლად კარნის სახით დაუბრუნდება ყველა
ყველას, ვინც ასე იფიქრებს და ვინც ასე ფიქრობს და ვერევი. მე აზრის გამოთქმა ეს სხვა რაღაცაა. აზრი ყველას შეუძლია გამოხატოს, გამოთქვა ეს რაღაცა, მაგრამ მე არავის არ ვეჩხუბები, არავისთვის პირადად არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ისე არ მივედმოვედოთ ყველაფერს, ხოლო პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გულნატკენი დავრჩი იმის მერე, რაც მე ვეცადე, ასე ვთქვათ, დალაგებას ურთიერთობის. მოდით ესე ვიტყვი, რომ ჯერ მე არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი, მე ხო არავინ საქმის კურსში არ მაყენებს, არაფერს არ მიყვებიან, ჩემი დაც კი არაფერს არ მიუგდება თუ რამეც რომ ვიცოდი, რას ლაპარაკობთ, მე ვინ რამეს მეტყვის, ვინ არ ჩადეს ის, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ანუ მაშინ იპოთეკით იყო დატვირთული, მე გავიგე ბოლოს. იცით, ჩემმა ძველმა გამომწერებმა, რომ ესე იყო. ის რომ ჩემი შვილი დაჭრეს, გავიგე წელიწადნახევრის მერე, თითქმის 2 წლის მერე. ისიც სრულიად შემთხვევით, როდესაც ჩემთან ვიყავი და ჩემი შვილი საბანაოდ იყო შესული, გამოვიდა. ზურგზე შემამჩნიე შრამი. მე ხო არავინ არაფერს არ მეუბნება. ხე როგორ ვფიქრობთ, რომ მე მეგორმე შეიძლება ვერეოდე ვინმეს ცხოვრებაში. ელემენტარულად საქმის კურსშიც კი არ მაყენებენ არაფერს. ის კი არა, ჩემებს ვეჩხუბენ და იმდენად ვინერვიულე იმაზე, რომ მეთქი რამე რომ მომხდარიყო თქო და ერთმა დაიფაროს და რამე რომ მოსლოდა თქო, ანუ რომ გარდაცვლილიყო, არც მერე მეტყოდით თქო. მოკლედ, თქვენ არ იცით საერთოდ რა ხდება ჩემთან, როგორ ხდება, არც ვსაუბრობ, ხო, არ მინდა ხოლმე მოგახვიოთ თავს ესეთი რაღაცები. ხო, ნუ აი, იყო ესეთი მომენტი იმის მერე, რაც მე გულით, მართლა გულით შვილებს გეფიცებით, გულით ვცდილობდი დალაგებას ურთიერთობის. რაღაცა აურზაური ხდება, მე თვითონ ვერ მივხვდი თავიდან. ჩემი შვილი მოდის ჩემებთან რომ ვიყავი გასული, ჩალურჯებული, სახეზე სილურჯეები ქონდა, დაკაწრულები სილურჯეები. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა რომელ დედას, ეხლა ვისაც შვილები ყავთ, დიდები, პატარები, რა მნიშვნელობა აქვს. რომელ დედას გულზე არ მოხვდებათ ესეთი რამე, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი რაღაცა დავუშვი მომენტი და რაღაცა პატიების მომენტიც მქონდა, რომ მეთქი ალბათ რაღაცა თქვათ დააშავა, მაგრამ ჩემი შვილი თვითონ გაუგნებული იყო. არ ვიციო რა ხდებოდა. ნუ კარგი. მერე აღმოჩნდა, რომ როგორ არ მიყვარს ხვის ცხოვრებაზე საუბარი, თქვენ ხო წარმოდგენა არ აქვთ, რომ ვიღაცა მოსწონდა, ხო? იცით როგორი რაღაცა, შვილს შეეწინააღმდეგები, მერე ცუდი გამოდიხარ შვილთან. და მე სხვა გზა არ მქონდა. მოკლედ, გავიცანე ეს ადამიანი, ნორმალური, კაი ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან გულისხმიერი და სხვათა შორის ჩემი შვილი მაგ პერიოდში ძალიან შეიცვალა. კარგისკენ, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდა, ხშირად კითხულობდა. თუმცა გულდასაწყვეტი არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს
თვითონ ჩემ შვილს ხო უნდა ახსოვდეს, რომ დედა ყავს და უნდა მოიკითხოს, ხო? ამაში ალბათ უფრო არავის არ დამადანაშაულებს, თვითონ მისი არჩევანია და მისი აზროვნება და ემოცია. მე უკვე წლების განმავლობაში თქვენ ხო არ იცით, რამდენჯერ მოვკვდი და რამდენჯერ გავცოცხლდი. რამდენი ავიტანე, ხო? ვიდეოებში არ ჩანს ეს ყველაფერი. შეიძლება ის რომ ხშირად არ ვიღიმები და არ ვიცინი ვარ, არ ვიკრიჭები და არ ცანცარებ, ალბათ არ ვიცი, თუ მიხვდებიან, ადამიანები მიხვდებიან. ხო, და მოკლედ კარგი, შემეშვათ სხვის ცხოვრებას არ განვიხილავ. სხვისი, ისე ვიძახი სხვისი, ვითომ მე არ ვატარე 19 წლით, მე არ გავაჩინე, მე არ ვუთენე ღამეები, როცა ავად იყო მე არ ვეჯექი გვერდზე და მოკლედ რა, უცხო ადამიანი და ხო, ჩვენ დედებს საერთოდ ზოგადად არ გვაფასებენ. ბევრს, ვისაც პატარები ყავს, ჯერ ვერ ხვდებიან. ნუ გაიზრდებიან და თავის ხასიათს გამოავლენენ, მე ალბათ მერე მიხვდებიან. ბევრი იტყვის, ბევრი არ იტყვის. იმიტომ რომ ვიცი, ადამიანების ბუნება არ ამხელენ ხოლმე. თითქოს არ უნდათ რომ აჩვენონ სხვებს, რომ აი მათ რაღაც ისე არ აქვთ საქმე, როგორც დანარჩენს. ნუ მოკლედ. ყველა ოჯახშია რაღაცა პრობლემა, ყველა ოჯახშია რაღაცა ჩონჩხები კარადებში და მოკლედ ესეთი ამბები და მოკლედ აი ესეთი დღე იყო და ბოლოს იმითი დაგვირგვინდა ჩემი დღე, რომ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ისედაც რაღაცნაირად, აი ინტუიციის დონეზე რაღაცნაირად არ მიყვარს სიტყვა სიბრალული, მაგრამ რაღაცა ესეთი გრძნობა მქონდა იმ ადამიანის მიმართ. ჩვენთან მუშაობს ახალგაზრდა ბიჭია, ჩემი უფროსი ბიჭის ხდის და რაღაცნაირად ხო იცით, ახლა ლაპარაკში იქ საცხოვრობ ვინ ანუ მისთან ერთად ცხოვრობ და რომ გავიგე თურმე არ ყოლია არც მშობლები, არავინ არის მარტო. მოკლედ დაგვირგვინდა დღე. წავედი, არა, ჯერ სამსახურში, მე არ მიყვარს საერთოდ სამსახურში საქმეა და 1000 რაღაცა გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლუდი არაფერი ისეთი არ არის და არ მოქმედებს ახლა ჩემზე ძალიან, ანუ ისევე. მაინც აი უნარები რომ აქვს გამომუშავებული, სადაც ავხედე და მივხვდი, რომ ანუ ნებადართული მქონდა და ერთი ჭიქა ლუდი მივირთვი. აი ეს ყველაფერი მინდოდა როგორ ვთქვათ, აი გადამეყლაპათო და დამემშვიდებინა ჩემი თავი, ნუ მოკლედ რაღაცა ჩამეძირა სადღაც. თან არ გამომივიდა რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა თითქოს მომეშვა. მერე რო წავედი, ანუ გამოვედი უკვე სამსახური რო დასრულდა, მაღაზიაში სოსო მითხრა რაღაცები, იყიდე ოხრო მართლა ვიყიდე ეს ტფელების გაკეთება მოინდომა და რაც იყო დარჩენი შოკოლადი, იმითი რაღაცეები უწვალია, ხო და მოკლედ კარაქი აურია, მაშინ როგორც რეცეპტში იყო და კაკაოში ამოავლო და ეხლა უნდა გავსინჯო, ესე მაინტერესებს როგორია. ნახოთ თქვენთან ერთად. მართლა გიმრიელია. სოსო კარგია. კარაქი ბევრი ხო არ მოგივიდა. 40 გრამი უნდა და 1 პლიტკას. შენეთობა. ესე წერია კაკაოს იმაზე? ხო, კაი, ნახავ.
მოკლედ კაია, ოღონდ ცოტა უფრო მკვრივი უნდა იყოს. ცოტა მეტი ეტყობა კარაქი. მოკლედ წყლის აბაზანაზე დაუდნია. სახში რა ვარ კულინარიობს რა. ხო და ვიყიდე სოსოს შეკვეთით კარაქი, პლიტკა შოკოლადი. შატილის კარაქი, იმიტომ რომ ისინი ცოტა ძვირები იყო რაღაცა და ეს პლიტკა შოკოლადი. ეს კარგია სხვათა შორის 62%-ია თუ რაღაცა, ანუ მაღალპროცენტიანი შოკოლადები მიყვარს მე. კიდევ რა ვიყიდე ხა ეს ეგრეთ წოდებული ეს გუშონი. იმიტომ რომ სოსო იკეთებს ხოლმე რაღაცა არციან რაღაცებს ის ნაღები დაუმთავრდა და ეს მე მგონი ეს ყველა ჯობია, არ ვიცი, მე ესე მგონია ეს ძველი ეტიკეტი ვით არის თან და თან არ არის ჩვენი როგორც ჩანს. ვფიქრობ კარგი უნდა იყოს. ეს მოხარშულის დარჩენილა ცოტა. მოკლედ ესეთი ამბებია დღეს ძალიან მე მოვლედი ჩავთე სიმღერა ინგლისური სიმღერა არის Bad Day გეცოდინებათ და მოკლედ ვიყავი ესეთ ხასიათზე ეხლა მაქვს ფონად ჩართული 40-იანი წლების ჯაზ ანუ ესეთი სტილის ჯაზ ჯაზი მიყვარს ზოგადად ესეთი ამბები მეგობრებო ხანდახან ესეთი დღეც არსებობს იმედია რომ დიდხანს არ გაგრძელდება ეს დღე დავიძინებ გავიღვიძებ და ახალი დღე დადგება და გავიღიმებ და კარგ ხასიათზე დავდგები წარსული წარსულს კარგით აბამ ეხლა დაგემშვიდობებით ხვალამდე გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი ისეთი რომ დავჯექი ადგომაც კი აღარ მინდოდა და იმას ვფიქრობდი აი ახლა დავწვევი და ეგრევე დავიძინებ თქო და სხვათა შორის რომ არა ასე ვთქვათ ჩემდასთან ვესემესობდი და რაღაცა უფრო ადრეც დავიძინებდი კარგით აბა გაკოცეთ კარგ დღეებს გისურვებთ სევდის გარეშე რომ მხოლოდ სიხარული და კარგი განწყობა გქონდეთ გულში კარგით აბა გაკოცეთ